გაუპასუხებს დაბრძანდით. პირველ რიგში თითოეულ იმ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ დღეებში რუსთაველზე, მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო. იმიტომ რომ ამ ხალხმა ზოგიერთი, ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული მომიტინგისგან მოისმინა და მოითმინა უდიდესი შეურაცხყოფა. ეხლა რაც შეეხება თქვენ კონკრეტულ შემთხვევას, რა თქმა უნდა, ოჩახ, ეხლა ვაგრძელებ, ესე იგი, შემდეგ კონკრეტულად ამ ხალხზე. რაც შეეხება თქვენ ბატონო ნიკა, უხეშად არ ღვევდით წესრიგს, აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას და თქვენ დღეს რა თქმა უნდა. მიგიწვით ბრალეულობა იმაში, რომ პოლიციის მოთხოვნებს არ ემორჩილებოდეთ. ეს ერთი. შემდეგ. არა. შეიძლება რომ დავასრულო? რა თქმა უნდა, ბევრ ფაქტს წარმოგიდგენთ. უფრო მეტიც. ეს იყო საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გაკეთებული და თქვენ დღეს აქ ხართ და თქვენ არ ხართ დაკავებული. თქვენ უბრალოდ სპეკულირებთ იმ იმუნიტეტით, რომელიც გაქვთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ. ეს ერთი. ეს ერთი. მეორე შეკითხვა იყო კიდე რაღაც არ მგონს, რა იკითხა? რაღაცა იკითხა კიდე. ის მოკლეო ხო მითხარით კაცო? კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით პოლიციის მითითებებს. განმეორდება ასეთი იგივე შედეგი იქნება. გეუბნებით პირდაპირ. შემდეგ, რაც შეეხება მუხტარლის, ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ მუხტარლის საქმეს იძიებს პროკურატურა. გასაგებია, ხო? გავაგრძელოთ და თავს რო დაგანებებთ, აკაც არ გპირდებით. დაკავებული და არც ერთზე არ არის წარმოდგენილი, მტკიცებულება. იცით თქვენ თუ არა? და რამდენიმე ინსტანცია, ყველა ინსტანციას რო გაივლიან, მერე სხვა ინსტანციაშიც სწავლენ. იქიდან აუცილებლად მიიღებთ პასუხს. ყველაფერს დავიდავ, მანამდე საზოგადოება გაგცეთ პასუხი. მართლა რა უტიფრობას აქვს აქ ადგილი. ესე იგი, თურმე ვაყენებდით შეურაცხყოფას და საზოგადოების წესრიგს ვარ ღვევდით, მაგრამ ერთი მტკიცება გავაგრძელო თუ აზრი აღარაა? შემდეგი პასუხი გაეცეთ. კი ბატონო, შემდეგი პასუხი გაგეცით, რომ მუხტალის საქმეს იძიებს პროკურატურა და ადრესატები ნუ გეშლებათ.